აღსდგა. ჭეშმარიტად აღსდგა, ჩემო მეგობრებო, საღამო მშვიდობისა, ჩვენო ერთგულო მაყურებელო, ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო პუბლიკა და კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. დღეს ხუთშაბათია საღამო 10 საათი და რა თქმა უნდა რუსთავი 2-ის ეთერშია პაატა და ნიკას შოუ. ხოლო თქვენს განწყობაზე და ქეიფისა და დროს ტარების ხასიათზე მოყვანაზე ზრუნავენ, თუმცა ის სადაც არ გაკლიათ, ქსოვრელები და გიორგი შოშიდაშვილი. მადლობა ბიჭებო, ჩაიარა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულებმა, ტრადიციულად ყველამ ჩვენს მამულებს მივაშურეთ და ეს თბილისიც ცოტა ამოვასუნთქეთ, მაგრამ სულ რამდენიმე დღით. სამაგიეროდ რეგიონები დაიტვეს. კი ბატონო. ხარაგაულში საცობი იყო. პატრულის თანამშრომელი დაბნეული იყურებოდა, რო არა მიჩოული, բայց რა არის ეს? შენ თელავში უნდა გიდახა. ეზოში მანქანა რომ ვერ გავაშენე, შლაგბაუმი დავაყენო თქო მეზობლებს გიჟი ვეგონე. ესე მიყურებდნენ. რა შლაგბაუმი ბიჭო, საზღვარი კი არა გვაქვს. ო, წელიწადში ერთხელ ხდება ეგეთი ამბავი, მეტჯერ კი არა, რა მოხდა. მაგრამ ნახე თბილისსაც არ უხდება დიდი ხნით დაცლა. დააკვირდი. ეგრევე მოიწყეს ქალაქი, როცა არც სიგნალები ისმის, არც სადმინი, ან ვინ შეправა მოგცა, მე იმის. კი ბატონო, ამ მკვიდრ თბილისელებსაც მობეზრდათ უკვე ეს გაცვეთილი ხუმრობა ხოხობზე და აღარავის ეცი. ისე ჩვენში დარჩეს ჩემო ნიკოლოზ და ძალიან მონატრება კი სწოდნია ამ ჩვენს დედაქალაქს. სულ რამდენიმე დღე დავტოვე და რომ შემოვდიოდი, გული მიფანცქალებდა. მასია კი. შეიძლება ნაბახუშევიც კი ვიყავი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მიფანცქალები მიებადა ერთმანეთს. მე გეწახმები მასია. მოკლედ მე დასავლეთიდან მოვადექი თბილისს, პაატა აღმოსავლეთიდან და ჩავეხუტეთ ამ მონატრებულ ქალაქს. ამის აღსანიშნავად ერთი კარგი ლექსი ხوار მიუძღნა თბილისს. რა სიტყვის შენ ჩემობა? ძალიან კარგია. უნდა მიუძღნათ. აბა რა, ამდენი იწვალეს ჩვენმა სცენარისტებმა, ჩაკაფული გვერდით გადადეს და ყალამი მოიმარჯვეს. შრომას წყალში ხომ არ ჩაუყრით და დაუკარგავთ, ჰა? არ იქნება ლამაზი გეთახმები. ხო და ეგრე იყოს. ლექსი თბილის. კი ბატონო. გამარჯობა! ჩემო თბილის ქალაქო, ჩემთვის შენ ხარ საჩუქარი ღვთისაგან. მე მოგირჩენ ჩემო თბილის ქალაქო, რაც კი ცუდი დაგმართლია მტრისაგან. ჩამესმის შენი მტკორისა დუდუნი, ისე როგორც დედის ტკბილი ნანინა, ყურში მხვდება დილით როგორც შურდული. აბა იყიდეთ მალინა. სხვაგან რომ ვარ რა ვქნა, სულ მენატრები გული შენსკენ მოიწევს და მკაჩავს, მიყვარხარ და თან ცოტა მედარდები, შენც ჩემსავით საცობები გტანჯავს. მიყვარს შენი ნარიყალა, დაწმინდა. ქებას შენსას მთელი დღე ვერ მოვრჩებით, ცუდად რომ არ ჩაგვითვალო, არ გვინდა, გლდანიც გვიყვარს, ოღონ დღე გამოშვები. მიყვარს შენი ვერა, ვაკე, ლისის ტბა, ფეხით მოვლა მართლა რა ადვილია, ისიც მიყვარს. დამავიწყდა იმის თქმა, კაცი რომ ვებს გუდავს, რა ადგილია? ხო. შენთან ყოფნა არასდროს მომბეზრდება. დიდუბიდან არსად წასვლა არ მინდა, მაგრამ ხშირად ჩვენც გვაშორებს ერთი ხმა, გორიაკეთ, ქუთაისი გავიდა. ამის ფიქრმა ლამის ბოლო მომიღოს, მაცივებს და ლამის გავხდიავა და ის ხოხობი გორგასალმა რომ მოკლა, კიდე კარგი ხაჩურში არ ჩავარდა. მისტიური ქალაქი ხარ ნამდვილად,
შვიდი ისე, რომ ზღვაც კი არ ღელავს. ვერასდროს ვერ დაგტოვებ ადვილად, გაუმარჯოს ჩემს საყვარელ თელას. რა თელა? ბოდიში ისე ვიწავედი აბერია, როგორც ხო, თბილისი. თელა, კარგი, როგორც იყოს თბილისი. ოცნებები შენთვის არ მეშურება. სიხარული ჩემი, შენი ფერია. საკრებულო საათია ბიგბენი, ანძამთაზე ჩვენი ეიფელია. შენზე მღერა, ჩემი გულის ხმარის, შენზე წერა, საყვარელი ჰობია, ვარკეთილზე უკეთესი რა არის? დისნეილენდს გლდანის პარკის ჯობია. ხომლელის და ჯავახეთის ქუჩები, რომ ენახათ თუნდაც მათი აღწერა, ფრენკ სინატრა იმღერებდა თბილისზე, მერკური კი ვარკეთილოს დაწერდა. ასეთია ცხოვრება, ჩვენ რა ვქნათ? ლათინურად გამოითქმის სელავი, წაღვერსა და თბილისს რომ შევაერთებთ. მერე მინდა თბილისი და თელავი. ნუ აი ვერ გამოდიოდა. მხოლოდ შენ ერთს გულით გეთაყვანები, მხოლოდ შენ ერთს გენდობოდი მწამდი, თბილისი რომ იყოს საჭმელ სასმელი, იქნებოდა ხვანჭკარა და მწვადი. ბევრი ვეძებე და ვერ სადვნახე, საშენოთ სიტყვა, რასაც გადრიდი, შენ სილამაზე სემონებიან, პარიზი, რომი, ვენა, მადრიდი. არა, ბიჭოს, როგორ მიყვარს შენს ქუჩებში დრეიფი, გზაში მხვდება უამრავი ნაცნობი, მაგრამ ახლა სახლში ჯდომა ჯობია, რადგან ძალიან ნერვებს მიშლის საცობი. ყველაფერი შეიცვალა თითქოს და განახლდა ჩვენი დედა ქალაქი. დირექტორებს, მენეჯერს ეძახიან, სტილის აღარ ქვია უკვე დალაკი. ერთხელ უნდა ფეხით შემოგიარო, დროვატარო დუქანში და კაფეში, ძველ თბილისში წითელ ღვინოს დავლევ და მერე ყავას დავაყოლებ ვაკეში. მე აქედან არცაც წასვლა არ მინდა, არც მილანში, ლონდონში ან მალდივზე, მენატრება ჩვენი ძველი თბილისი რუსთაველძე. ერთი ჭიქა ვაღიძე. კარგი იყო ადრე ტივზე кейფი, მერე დილით ცხელი ხაში საშური, მომიტევოს დანარჩენმა ქალაქმა, რომან ლექსშიც კი წამოვცდა ხაშური. გამრავლდა და გაიზარდა თბილისი. აქ არიან უამრავი ევები, დღეს აქ არის თითქმის მთელი მსოფლიო, აქ არიან მოძმე ავლაბარელები. სოლოლაკ სესმის ჩემი სიმღერა, ვერას და ვაკის დამაქვს დარდები, ორთა ჭალაში ღვინოს დავლევ და მშრალი ხიდიდან გადავარდები. ყველას გვინდა ჩვენს თბილისში ჩამოსვლა, ჩვენი სოფლის დროებით დავიწყება, მაგრამ რა ვქნათ? პირადობის ნომერი სამწუხაროდ 0-1-ით არ იწყება. გაიხარე, ჩემო თბილის ქალაქო, გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ, მე შენ მხოლოდ საცხოვრებლად კი არა, საამაყოდ, სატრაბახოდ მინდიხარ. გეფერები, ჩემო თბილის ქალაქო, საქართველოს დედოფალო, დედაო, ქართველების საფიცარო ალაგო, შენი თავი არ მოშალოს ღმერთმა. შვენიერი ლექსი გამოვიდა. რა სიტყვი ვიჭერი? შეგენაც. ვის თქმა მინდა, ჩემი და თბილისის ურთიერთობა სტუდენტობიდან დაიწყო ჩემო ნიკოლოს, თეატრალური უნივერსიტეტიდან. ჯგუფში რა თქმა უნდა თბილისელები იყვნენ უმრავლესობა, კახელი, რაჭველი, გურული, მოკლედ თითქმის ყველა კუთხე იქ იყო წარმოდგენილი და ერთი იმ დროინდელი სიმღერა გამახსენდა, აი სითბოსავით ჩამეღვარა ეხა. პოპულარული იყო ინსტიტუტში და მე უკვე ქალაქშიც გავრცელდა. ჩემი მეგობრის დაწერილია. ხო არ მემღერა, მე მგონი ხვდები რომელ სიმღერაზეც გაგსაუბარი და სხვათა შორის ეგ სიმღერა მე ძალიან მიყვარს. უნდა იმღერო, აბა რა უნდა. ამ შოუსაც მოუხდება ჩვენ ქალაქსაც და მაყურებელსაც მოეწონება. მე დარწმუნებული ვარ. ხო და ძალიანაც კარგი. მაშინ დავიდა. მიდიება.
გვიფარებს შენი ამ თვარე შენია თოა შენ უიდარდებ და ისიც მოვა შენ თქვი და ისიც მოვა ბოლოს და ბოლოს მორჩებით გლოვას ჩვენ ორნი წავალთ და აღარ მოვალთ მე და თოა თოს მხოლოდ არაფერს მთხოვს თავისთვის თოს თვარე გვიღებს ოცნების კარებს და შეგვიფარებს შენი ამ თვარე შენია თოა შენ უიდარდებ და ისიც მოვა შენ თქვი და ისიც მოვა ბოლოს და ბოლოს მორჩებით გლოვას ჩვენ ორნი წავალთ და აღარ მოვალთ მე და თოა შენ უიდარდებ და ისიც მოვა შენ თქვი და ისიც მოვა ბოლოს და ბოლოს მორჩებით გლოვას ჩვენ ორნი წავალთ და აღარ მოვალთ მე და თოა თოს თოს რეკლამიდან ჩემო ნიკოლოზ და სანამ ჩვენი სტუმარს წარუდგენდეთ ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს, რა თქმა უნდა შაბათ და კვირას მოუწოდოთ, არა, მაყურებელს რომ კომედი არხზე გადმორთოთ და მიხოს და მაროს ახალი საოცარი სერიები, რა თქმა უნდა, მაინც 8 საათზე, საღამოს 8-ზე. ასევე ჩვენი თეატრის შესახებ იცით, რა თქმა უნდა და უკვე მაისის ბილეთებია ჩაშვებული და უნდა აუცილებლად შეიძინოთ რა ვქნათ. აი, აპრილი აგერ და მაისისას ვყიდით. დიდი მადლობა ასეთი სიყვარულისთვის, უღრმესი მადლობა. და სწორედ ამიტომ ახლა გვინდა ჩვენ ერთ-ერთი სპექტაკლის კიდევ ერთი ნაწყვეტი წარმოგიდგინოთ. კაცია ადამიანის მიხედვით ლუარსაბი და დარეჯანი. სადაც ჩვენი საყვარელი მსახიობები მონაწილეობენ და აი ესეთ შემოვიფარგლოთ იმ ადამიანებისთვის, ვინც ვერ მოახერხა ჯერ კიდევ. მე და შენ დავიკავოთ სტრატეგიული ადგილი და სცენა დავუთმოთ სახელმწიფოს. მეც მაინტერესებს როგორი კი ბატონო, მაშასე პაატა გურიაშვილის კომედიის თეატრის სპექტაკლიდან ნაწყვეტი ლუარსაბი და დარეჯანი. ეგე გამოჩნდა თბილისი. ერთი შეხედე რა ამბავია, რამოდენა ქვეყანა. იმე რამოდულა ხალხია, რამხელა. დედა მოვა. ვით მეც რო დედა მოვა.
დიდება შენ და ღმერთო, დიდება შენ და. რამოდენა შენობებია? კორპუსები ქვიან მაგასა. ლუარსა, პირველად რო ჩაგიყვანეს ქალაქში, კენჭები არ ჩაგაყლაპეს? როგორ არა დარო 12 წალი პატარა ხო 12 წალი? ხო მე ერთი გადამაყლაპეს, აეგეთი დიდი. ძლივს მოვინერე. გეტყო. მე მართლა აღარ დაგცადა ქალაქმა? კარგი რა დარო რაღაც დამწდიდა ხა კენჭები ჩაყლაპული მქონა აი რო არ ჩემეყლაპნა არა სხვა იქნებოდა მაშ ისე კარგია რა ქალაქის ნახვა? რას ამბობ გოგო ქალაქი მაგარია მთელი მინეთის ხალხი აი ხარ და წანწალე მაშ აბა მამის მინეთ ეხლა ყურადღებით მისმე ეხლა ყველა ჩვენ ამა ჩვენი მზერა გავსტყორცნოთ მარცხნივა ხო ბიჯო მარცხნივა მეთქი მარცხენა ძიალუარსა ნუ მასწავლი შენა მარცხნივა უკაცო შენა მე მზადეთ აბა ეხლა ყველამა ჩვენი მზერა გავსტყორცნოთ მარცხნივა გასტყორცნი მაშინ ეგე თათრები აიგეთ ოსები აგე ურია დარო ჩინელები ინდოელები კაცო დარო სომხები ხო ბლომადარია ყველგანა კაცო რაი დაინახე ვინა ეს ცალი ქართველიც და ვინახე არიან ეგენიც კაცო კანტიკუნა დაინე აგე ხიზილბაშები აგე აი დარეჯან მე ამათი დედა ვატირე როგორ გაამწარეს ერეკლემეფე გოგო გაუშრეს სისხლი კაცსა მაშ როგორ ხვებოდი აგე ერეკლემეფე და ყიზილბაშები მე ეგენი არიან მաստო მაგასა ვერ გიყვებოდი ამისნელობა აქ მაგასა რა არო ამოდენა რუსები კაცო როგორ არიან ბუზები და მოტებულები მსოფლიოს აი მე ამათი აი მე რუსა მაგას მიდევა ბოლო მიდევა და ბოლო ეს მაქსა და კაცა რუსის სადიყავი ქალო მე შენი საზრით სად ვიქნებოდი? მე რას ამბობ ისაო ეს მაქსა და კაცა რუსის აი ჯამბაზები ეგენი დარო მაგათა რაღაცა ცირკი ჩამოიყამთ ხო კაცო თავს მააჭრიან მემრე დაადგა მეზედა და ის კაცი ცოცხლდება მაშ აბა რას თქვი ახლა ეკაჭი რა იყო რა გაგიკვირდა დარო ეგენი არის გონებენ რაღაცეებსა და მემრე კაცო ეგენი არ აფუჭებენ ყველაფერს ეგრეა ხო ეგრეა გოგო მაგათა რაღაცა მოწყობილობაც მოუგონიათ ფიცრებსა ბიჭო თავის თავად ახერხავს კაცო დაიცა კაცო როგორ თუ თავის თავადაო? აი ეგრე რა, აი თავის თავათაო, ხო. და სიახლოვესაო, არც კაციაო, არც ადამიანიო? არაო, არც კაცია და არც ადამიანი. ძიალუარსა მე ხერხი ვის უჭერია ჰა ეს მაქსა და კაცა რუსის თავი, მე რა ვიცი ბიჭო. დიდება შენ და ღმერთო. დიდება შენ და. შენ დაიფარე ჩემი ქვეყანა. შენ დაიფარე ჩემი ქვეყანა. ელისაბედ. უარესი მაგაზე და თურმე აი გაჭენებულ ცხენზე და კაცი დადგება ხოლმე იმ კაცზე და კიდევა კაცი კაცზე კიდე კაცი კაცი და აეგრე თურმე და ეგრე დაჭენაობენ და ულიან წრესა მაშ ეგრე ხო მეც ვაკეთებდი ბალღოფაშია შენა ო რა იყო რომ ცხენზე და მაშაბა ფეხზე დამდგარი ფეხზე ვიდექი ხოლმე რომ გაჭენებულზე და ხო მაშ რა იყო რა გაცინებ შენ აუ რა ვიცი დავით არ უთქვამს ეგენი ჩემთვისა და ეგ იმიტომ რომ ეგ ვერ აკეთებდა შურდა ხოლმე მაგას შურდა არა ის შურდა დიახათა შურდა რაც მასაული შენა ეხლა ჩანი არ მომდეს თორე გაჭენებული საერთოთა მე მაინტერესებს დღესა ვახშმათ არა გვაქვს ცივად ძროხა დარჩომილი. ცივად ძროხა. კარგია დარო ეგა კიდევა ღორის კარგი სუკები. როგორ მიყვარს ღორის სუკები ეგეც კარგია და კიდე კაცო. კიდე. აი მე ზურგიერი ლუარსა. იგეთი სუკონი გაზ
გაზდის ბიჭო კაცო კარგია ეგა კიდე კაცო კიდე კარგი კაცო პური ყველი და კეთილი გული მეტი რაღა კაცო კარგი დარეჯა რა ცოტა არ არის ეხლა ეგა ცოტა არტალაზე როგორ ახარ არტალაზე დამაშა ვაცივით არ მაიდგინე რა თედოი მოხარშული სულქანი არტა მიურითა ბუჯო რო გაიქონე დამარა რო გაიქონე დამდა აი რო შაორტკლები და რა სამომ გოგო არტალა მაგარია თესამე ფოშიც არ გაუცვლი მაგასა კაცო ხო ვალის თვინა უპე ხვალის თვინა ზრუნა ჩემი ლუარცაბი ხვალის თვინა აბარა გვაქვს აბა დაიცადე ბიჭო დაიცადე ჩავალ თიქა და გოგოს მოვახარშინე ზედად კარსა და კარგ ჩიხით მასა რა საბობ გოგო შენა რა საბობ შენა მე ვთქვი ამან რა თქვა რა საბობ შენა რა ჩიხით მასა კაცო ბოზბაში ჯობია მაგასა აი ბოზბაში ჯობია ხალხო რა საბობ მასა კარგად გაკეთებულ ჩიხით მასა ბოზბაში რანაირად შობია რა საბობ დარო რასა კაცო თხემლით გაკეთებულ ბოზბაშა შენა ჩიხით მაგირჩევნია ირჩევნია მაშა გაიგე ბიჭო რა სამბობს ესა მაიხედე აქეთა აი დიდი მართლობა წარმაიდგინე მემრე სულქანი ბოზბაში წავს აი ეგრე აი პურისა ნაჭესო ამაც აი მასა შენა ჩიხიტმა როგორ გირჩევნია მირჩევნია ლუარ დარო შენა პირში გემოარა ქონია ხო მე კიდე კაცი არა ვყოფილა და თავზე ხუთი არა აი შენა ერთი ახირებული კაცია რათა და რასაც იტყვია რა მერე კაცი ვეღარ გადაგაგდა რა თუ რა გადავთქვა მას შენა ბოზბაშამ ჯობინე ვანჯობინე დიახაცა აი პირში გემოარა ქონია შენა რა ქონია პირში გემო თუ კაია ელისაბედ შენ რა გირჩევნია ცეზარი რა საუბრის მისა მოკლედ ჩემო ძილფასებო სანამ ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმრებს ამ შემთხვევაში წარმოგიდგენდეთ გეტყვით რომ შაბათ და კვირას რა თქმა უნდა კომედი არხს უნდა უყუროთ საღამოს 8 საათზე იმიტომ რომ მიხოს და მაროს ძალიან მაგარი სასაცილო სერიები გელოდება და აქვე გეტყვით კიდევ რომ პაატა გულიაშვილის კომედიის თეატრში 19 აპრილის ბილეთები სულ ცოტა რაოდენობით დარჩა და შეიძინეთ კი მეორდები მაგრამ ჩვენ უგსაყვედურობთ. უნდა შემობრძანდეთ ჩვენს გვერდზე. იქ დაწვრილებით არის ინფორმაცია როგორ უნდა შეიძინოთ ბილეთები. ჩემო პაატა, მადლობა ტელემაყურებლების სახელით მინდა გადაგიხადო ასეთი ამომწურავი ინფორმაციისთვის და ისღა დაგვრჩენია ჩემო კარგო რომ ჩვენი შესანიშნავი გადასარევი სტუმრები წარმოადგინოთ. აქ რა შეეცი საქმე რომ ესე იგი ისე გავარდა და აჭრდა სოციალური ქსელები სხვადასხვა მიმართულებით ჩვენ სტუმრებთან დაკავშირებით რომ აი არ ვიცი მათგან ერთ-ერთი ძალიან თქვენთვის ცნობილი გახლავთ და მოკლედ ნიკოლოზი გეტყვით თავისი თან ზედმეტ სახელით ჩვენი მეგობარი ჩვენი მეგობარი ძალიან კარგი ადამიანები ვინდა წარმოადგინოთ თქვენს წინაშე მოკლედ თოჯინების თეატრის მსახიობი და ასევე თეატრალური პედაგოგი მალხაზ გაბუნია იგივე ხრინკი და მისი მეუღლე ჟურნალისტი ქეთევან მახათაძე გახლავთ ჩვენი დღევანდელი ძალიან ბედნიერები ვართ რომ მოიცალეთ და ჩვენთან ხართ მალხაზ შენ გეკუთვნის ეს სიტყვები იყოს ხრინკი კი ბატონო და ჩვენი მეგობრობა მალხაზზე მამა ჩემი მახსენდება და ცრემლი არავინ არ მეძახის ამ მალხაზს იყოს ხრინკი იყოს არ არის პრობლემა ჩემო მეგობარო ჩვენი მეგობრობის შესახებ იცის თემა ასე ვთქვათ ადამიანებმა ვისაც ჩვენი შემოქმედება უყვარს მაგრამ თუ ასე გჯობნი და მეუღლე მე ვერ წარმოვიდგენდი მაგას რა ჩემო ქეთევან
როგორ მადლობა, კომპლიმენტია ნამდვილად. თუ ესე თვლით რაირი ადამიანი კარგი მეუღლის დამსახურებაა რომ ჩემ ხრინკის ასეთი საჩოხეტანი აქვს დაგებული. მე მგონი ის დრო არის რომ ნელ-ნელა ხრინკი ჟურნალისტიკისკენ გადაიწიოს და თქვენ ნელ-ნელა სამსახიობო კარიერა შეკიდეთ რა. არაფერი არ არის გამორიცხული. ნევასეი ნევა. შენ ჭკვიანი კაცი ხარ, სარისორო ხო დაამთავრე. იცოდი შენი მეუღლის მონაცემები და ერთი რეჟისორი და ერთი მსახიობის სახში უკვე ამბავია რა. მოკლედ, თქვენ ერთ-ერთი ისტორიაც გაქვთ აქ, როგორ ცნობადი გახდით და ასე შემდეგ და დარწმუნებული ვარ, ჩვენმა ტელემაყურებელმაც გიცნოთ და მე პირდაპირ საქმეზე გადავალ. კი ბატონო. იმიტომ რომ აქ არ მოხვიდოდით თუ რამე პრობლემები იყო თქვენ გარშემო და ღმერთმა სუსიკეთით გატაროთ და ჯანმრთელად. მადლობა. ეს ერთი ისე როგორც ხდება ხოლმე ჩვეულებრივი საღამოს მეგობარმა თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? როგორ დაიწყო და ერთი აბსოლუტურად ჩვეულებრივი მეგობრების შეკრება იყო, მეგობრების წრეში. ძალიან ახლო მეგობრების, ბავშვობის მეგობრების და რაღაცა სულ ეს ბავშვობიდან მიჩვეულები არიან, რომ მე რაღაცნაირად სულ ვარ ხოლმე ისეთ როლში, რომ ყველა კარგ ხასიათზე უნდა იყოს ჩემს გარშემო. და რაღაცა უცებ გამახსენდა ეს ისტორია, რომელიც არ მქონდა მოყოლილი, ეს საუბარი არის ცნობილ ინდაური კინტაურის ისტორიაზე, რომელიც სხვა შორის არ არის ახალი ამბავი, დაახლოებით 2019 ან 20 წელი იყო. და ამ ისტორიის მოყოლა რომ დავიწყე, საერთოდ არც ვიცოდი, ჩემი მეგობარი უახლოესი ბავშვობის პირველ კლასთან ერთად ვიზრდებით, თურმე არის ლაივში. და ოღონდ აი მართლა წარმოდგენა არ მქონდა რომ ის იყო ლაივში და მიღებდა. რომ დავამთავრე ამ ისტორიის მოყოლა ძალიან ბევრი იცინეს და ვიცინეთ ერთად და მეც ძალიან ბევრს ვიცინე ჩემს ისტორიებზე. და ძალიან ბევრი რომ ვიცინეთ ერთ დაახლოებით 5 წუთში რა ვიცი, აი ჩემი ტელეფონი ფეთქდება, ოღონდ აი მართლა ვერ მივხვდი რა ხდებოდა. მომდის მეგობრობის თხოვნები, რა უამრავი, ხელის თხოვნები. და უნდა მოგვიყვეთ ხა ეს ისტორია. აუცილებლად მოგიყვებით. ეს ისტორია ხა სინამდვილეში თქვენ იცით ბატონო ნიკოლოზ და ბატონო პატო, თქვენც იცით რომ ეს ისტორია რაღაცა მართლა ჩემი გალამაზებული და ჩემი გაფერადებულია, ასე რომ ვთქვათ და ერთი დღეც არის და ხრინკის ქუთაისიდან ურეკავს თავის მეგობარი. რომ ხრინკიო, ბიჭო, თეატრშიო, ინდაურის ფორმა ხო არ გაქვთო, ბავშვისთვის მინდაო. მე ვარაო, ხრინკი მუთხრა, არ ყოლიო, მაგფერი პერსონაჟი არ ყოლიო თოჯინების თეატრში. მელი აქვს, გელი გვაქვს, ინდაური. ყველა გვყავსო რა, ბატისტუკი ყვა, აი ინდაური არა, ეს ინდაური არა გვყავსო. ხო და რა ვერ უშოვეთ ეს ინდაურის ფორმა რა, გავიკითხეთ, გამოვიკითხეთ, რაღაცა 1000 გაქირავებაში დავრეკეთ ისა ესა, მაგრამ არა, ვერ უშოვეთ ეს ინდაურის ფორმა. დაახლოებით გადის 1-2 თვე და გვირეკავს და რა მოხდა ახლა სინამდვილეში. ბავშვი მივიდა ბაღიდან, მოვიდაო ჩემი ბავშვიო და მამაო ინდაური ვარო, მამა ზეიმზეო. გავგიჟდიო, ხრინკიო, ბიჭო, რა ის ინდაური ხარო, ამ ჟუა ქუთაისშიო, რა იყო, დემბლა გადარენიე გვაკო, სტაცივში უნდა ჩაგდონო თუ რა იყო? რა არის თან მაგრამ იტყდებაო ხრინკიო რა, ეხა ქუთაისში, აი ინდაური, ბათამისი ბავში ინდაურიაო და ესე ვარო რა, მაგრამ ეხა ბავშიაო და ინდაურიაო და უნდა ეს ფორმაო და უნდა ვიშოვო. მოვიარეო ეს ქუთაისის გაქირავებებიო და ვერ ვიშოვეო ეს ინდაურის ფორმაო. და ქერო მანდო თბილისში ყავთო კუწურიეო. მაგნაირი ყავსო ქუთაისშიო, აგერო ერთი კაი კუწურიე ბიჭიაო და მივედიო და მეუთხარიო ინდაურის ფორმა მინდა ბავშვისთვისო. აი მეო ვერაო. მეო მაინც პროისად და ამოვიღეო ასეო და 1000 ლარი დაუდეო. ხო და ამასო რო შეხედავ ასეო მოკიდაო ხელი, 2 დღეში მობრძანდითო მითხრა. ხრინკიო ბიჭო, 2 დღეში მივედიო.
და ტიპმაო ინდაურის ფორმა გამოიტანაო. აი без 5 მინუტ ფარშევანგინაო რა. აი აქ ხო ეს ჩიჩახვი ხო აქვსო. აი ხო ნავაროტკები აქო დამატებული, აი ესეთი კნოპკები აქო რა, ერთს რომ მიაჭერო, შესეშვება. მეორეს რომ მიაჭერო, აი იფხორება. რა? ხო და გავგიჟდიო, ხრინკი 200 ლარიო, კიდე დაუმატებო. ბიჭო, აი ძალიან მაგარია. სასწაული ნამუშევა, ნაწვალები აქო, კაცო, ინდაური, ნათენები აქ. შემოქმედებითაც მიუდგა. ძალიან სასწაულათო და ერთი სიტყვით წამოიღო ეს ინდაურის ფორმა და ზეიმი არისო ოპერის თეატრი არისო აღებულიო რა. ხო იცი ეს დაქირავებულიაო დარბაზი, იმიტომ რომ გამოიდო თავი პედაგოგმა მშობლებმა. ხო და წინა ორი რიგი ვიყიდეო ხრინკიო. აი ეს წინა ორი რიგიო, ესეო კანტიკუნტათო მეზობლებიო და ნათესავებიო, აი ეს რაღაცო ისეთიო და ერთი ორი მეგობარი დავსიო და ასეო გადავიდეო ფეხი ფეხსეო და უკან შობლებს გავხედეო. ახლა აქ ჯებოში გამოვაო. დაგიჩრდილავთ ყველას ბავშვებსო. აღარ გამოჩნდება არც ერთის ბავშვიო და გამოდისო მასწავლებელიო პედაგოგიო ესეთი ლამაზი რაღაცა ეს ჭყვიალები აქო ეს საყელოზე ის დავარცხნილი პომადით ისა და მოგესალმებით მშობლებო, დღეს ჩვენ გვაქვსო სახალწლო ზეიმიო, გილოცავთ ახალ წელსო და ასეო ხრინკიო სცენაზეო ორ კასეტიანი მაგნიტოფონი იდო და ასეო პლეის დააჭირაო. ხო და ამ პლეისო რო დააჭირაო და დაიწყო. დაბადა და გავიხედეო ხრინკიო. 9 ბავშვიო მოდისო კინტაურის ფორმითო და უკან ჩემი შვილი მიათე მოყვება ინდაურის. აქანო წითელი ნაჭერი ქონდა ჩადებულიო გული რო არ დაეწყვიტა. გეხვეწებიო ხრინკიო 1200 ლარი მაგ გადახდილო იქნება ერთი 100 ლარად გამაყიდინო 20 ლარად იყო კინტაურის ფორმები ეყარაო ქუთაისშიო 1200 ლარი გადავიყიდე ბავშვი გაიფორება აკეთებს მეორე რომ გახუა კარგია საულებავია ათმევინე 2-20 სიტყვა ვიდრემდე წავა თარში დღეს ამბავი გაქვს ხო ხო არის ადამიანი გათენდება დილა და რაღაცა კარგი რაღაცა ალასაფ თქვა. კი ბატონო. ახლა წინაპირობა რა არის, იცი? ამას უყიდეთ მანქანა და წინა საქარემინა არა აქვს რა. და ეს წინა საქარემინა ჩამომივიდა. რა პრობლემა? რა კაის და ჩქარი გაიგიჟდა? ხო და ანიშნულობა აქვს მაგას კაცო. ხო და ჩამომივიდა მაქვს რა ეს ამერიკიდან. ჯერ ველოდე 2 თვე. და ახლა ისეთ სახში ვცხოვრობ და არა მაქვს ახლა ფუფუნება და ეს მეშინია რო არ გაატყდეს და დავდე ჩემს საწოლზე სადაც მე იატაკზე ვარ 2 დღით რომ სანამ ხელოსანი მოვა აგერი საქარე მინას არ ვერ დაემართა ვაი ასლაპარაკობ და აი ვიცი რომ ხვალ დილის 11 საათზე მოვა ხელოსანი და ჩაბისვავენ ამ საქარებინას და ძინავს ბიჭო იატაკზე და უცებ დილისკენ წამოუწიე თავი შევხედე არა ბიჭო ეს თელია რა ჯანდაბის ხმა იყო ესე დავდე თავი და ამ დროს აი დავდე თავი და კარებზე დუგ ვაი რა ხდება და გავარ რა იყო ჩემი მეზობელი ხრინკი რა იყო ბიჭო იმ ქალმაო შენი სოლისო მანქანის უკანა საქარემინა გატეხაო ამოვარდი და ვიღაცა ქალბატონი მიდის დილის 7:30-ია პატა 7 საათისკენას მივედი ქალბატონო ერთი წამით და შემომხედა ამ ქალმა და პროფესორო ხრინკი ვაი მე ის პერიოდია რაღაც საბავშვო ცენტრები თუ რაღაც საბავშვო ტელევიზიებში ვარ რაღაცას აქტიურად ბოდიში მოუხადეს საქართველოს ბავშვებს მეუბნება ვაი მე ვინა ახლა ფიქრობ რომელი ბავშვი აწყენიე რომელი მშობელი გავაბრაზზე
ვაიმე და ამ დროს ატყდა ჩოჩქოლი რაღაცა მეზობლე მაგეთ და ეს შეუბრუნდა და შედით სახლებში თქვენი და შევატყო რომ ვერ არის ქალბატონი გაზაფხულია და ცოტა ესეთი პრობლემები ჭირდა და კარგი ხო რაღაცა კაი და მიხდი რომ რაღაც ხო ნუ თან აღმოჩნდა რომ თუმცა ჩემს ძევით ცხოვრობს ახალ გადმოსული ვახ კარგი ეს ამბავი ჩაიარა ახლა მე ფიქრობ ატრიალები გონებაში ახლა უნდა მოვძებნო ამის საქარე მინა უკანა წინა ხომ აქვს უკანა რომ და შევდივარ იმაში ინტერნეტი აბიჭო Ford Focus-ის 2009-ის იყიდება. ვახ, იყიდება, ვიღებ 7 საათია თურის ნახევარია და ახლა ვფიქრობ, ახლა ამან უკვე მაგინა დედის. ახლა კიდე მაგინებს, ახლა რა გედამდი ლავთენია რომ მირეკავ, რაცადე, მაგრამ მე დამირეკა ადამიანურად და დავდეთ და ვფიქრობ, ახლა წავალ ტელევიზიაში ვარ, აქ მოსასვლელი დილის ეთერი იყო რაღაცა თოჯინების თეატრზე რაღაცა უნდა მელაპარაკა. მოვალ ამასობაში მოვა ის ხელოსაინს და თან დავრეკავ და ეგ არის რა ორივე ერთად ჩავსვავ. არ დავრეკე, წამოვედი ტელევიზიაში, მივედი ის სახში და ვურეკავ ვისაც აქვს. გამარჯობათ, გაგიმარჯოთ. მე ვთხარი, აი ესე თქვენ ნახე რომ თურმე უკანა საქარი მინას ყიდით და არა ეგ გავყიდეთ უკვე. ვაიმე, როდის გაკიდეთ და ამდილითო. რომელამდილით როდის 10-ის ნახევარია როდის გაკეთე სამბუაზ და დავაგდე და ახლა მოდიან კაკრას ესენიც რა მოვიდან და ორი არიან ერთი შეფია მეორე ისა რა და ეს მეორე შემოუყვა გამომატანიოს ახლა ეს და გამომა კარიდან და ერთ 10 მეტრში დგას ის ტიპი ასე რა მანქანაზე ჩამდებული და აქედან ორი ეგ არ არის ამის მოდელისო რაც სახში ვეროდ ეგ არ არის ამის ეგ ვარუბერა ბიჭო მე ვთხარ არ არის მივიდე დავადოთ ვნახოთ არ არის ორ ჩაველოდები ცოტა რომ მოვაშინე აი პროფესიონალი რო არის არ აღმოჩნდა აი მოდელის ვაიმე და აი წნევა ყველაფერი ამიწია უკვე ნერვიულობა და რაღაც ისეთია ამინდი არის მოკუფრული რაღაც და ავიღე ხა მინდა რომ ოფლმა დამასხა და ცხუსახოცისკენ წავიღე ხელი რომ ოფლი მოვიწმინდო რა აი რაღაცა მოვიწმინდე ცხუსახოცი ამე მოვიწმინდე და ვა რას მარ ეს ცხუსახო რაღაც სრიალებს ნამეტარი ჩემს სახეს მაგრამ ვერო ყველა მიყურებს თურმე ყავს მოვს კლიენტია და მე და ამოვიღე ეს ყვავის კლიენტიანი მაგ თელი სახე გადაგლესი. ვახში. გადაგლესი ხო. ვახ ბიჭო, ყველას და კარგად იყავით. მე სახლიდან გამსვლელი დღეს არა ვარ ხო? შევედი სახლში, ტელეფონი გამშემწვე მეთქი რამე მანქანა დამეტაკება რაღაც არ ჩამოვარდეს თავში დამეცემა რა. მე თუ მოკვდები ლონგიში მაინც მოკვდები, კაცო აგერ არ გაწოლებ. თურმე ამით არ თავდება ყველაფერი. ასე ვარ და თურმე ბიჭო 12 საათზე სპექტაკლი მქონია. მე გავთიშე ყველაფერი მაგარ. ასე ვარ და მივიდი ვარ მეორე დღეს ასტიკის საყვედური. ეს იყო ჩემი კარგი დღე. კარგი. ბოლო ეს მინები ჩავსვით. ბოლო ჩავსვით, მაგრამ დაგჭირდა კიდევ დაახლოებით 2 თვე რომ ორივე მინე ჩამოსული. არა და საიდანღაც უბერავს მანქანაში. კეთი რაღაც აკრობატი კლოუნის ამბავი. აკრობატის ამბავი ხო, ძალიან საინტერესო ამბავია. მართლა ძალიან საინტერესო. ძალიან. ეს ამბავი იყო ესე, რომ დედაჩემი თავისმა თანამშრომელმა სკოლის მასწავლებელმა დაპატიჟა დაბადების დღეზე. დაახლოებით ვარ ალბათ 17-18 წლის. და ამ ქალმა უთხრა დედაჩემს, რომ გეხვეწებიო, ქეთიც წამოიყვანეო. და ნუ რა თქმა უნდა, ხა დედაჩემაც წამიყვანა, მეც ოღონდ თან სულ დავდიოდი გიტარით ყველგან და ყველას უყვარდა, მეც რომ მიდიოდი თან მაიმუნობდი, თან მღეროდი, ვართობდი, ვამხიარულებდი ამ ხალხს და ხრიკ გაგაღვიძებთ არ არის. აკორ გაჩუნდება. ავანისიც. კეთი რომ დაიწყებს საუბარს გაჩუნდება. ეს მე მაკომპლექსებს. ამასთან ერთად კარგად ვერ უყვები, იმიტომ რომ მაკომპლექსებს. მარტო რო ვარ უფრო კარგად. მოხვალ სახში ამ ხანა გოჭიპილია. ამის შემდეგ ცალ-ცალკე იქნებით სტუმრად.
მივედით ამ დედაჩემის მეგობრის დაბადების დღეზე და დაგხვდა ამ ქალის ძმა, რომელიც არის აკრობატი კანადის ცირკში, ეს ბიჭი. ნუ აი სასწაული რაღაც აი ძალიან მაღალი დონის აკრობატი არის, თან ერთ-ერთ მსოფლიოს უძლიერეს ცირკში და ნუ აი ვერ გეტყვით ეს ბიჭი რა დღეშია. და აი ჭიქებზე დადის. ეზოში გავიდა და აი სარეცხის თოკზე გაიარა და რა ვიცი, აი ამ ბაჟრიდან გაფრიდა მეორე გადავიდა კი აი რა მთელი უბნისის თოკები რაღაცა. თავის შესაძლებლობებს ამჟღავნებს. და ეხლა რა ხდება რომ ამ ქალმა დამპატიჟა იმიტომ რომ უნდა რომ მისი ძმა მომეწონოს და ნუ ეხლა მეც უკვე სრულწლოვანი ვარ, ეს ბიჭიც ამ ბიჭს არ აყავს ცოლი. მირიგებენ რა, ამ ბიჭს მირიგებენ. მაგარი გადამწყვეტი. ეს ბიჭი მაქსიმალურად გაწონებს და აუ ეს ბიჭიც აი ძალიან აი შოქშია რა, ნუ ძალიან მოვეწონე და ნუ დადის. ყველაფერს აკეთებს აი რაღაცა სასწაულებს შვება მართლა და წამოვედით ახლა სახლში ნუ. ერთი პირობა მოიხიბნე. წამოვედით სახლში და ნუ ეს აკრობატი არის გადარეული ჩემს. ნუ მიგზავნის თაიგულებს რაღაც, ნუ არ მიდის კანადაში, 1-5 გასტროლი ჩაშალა, არ მიდის. და ნუ იხვეწება რომ აი ოღონდ ცოლად გამომყვესო, აი სოფლიოს რომელ კუთხეშიც უნდა იქ ვაცხოვრებო, რა მანქანაც აი ნუ დედოფალი იქნება, ოღონდ ცოლად გამომყვესო და ეხლა რა ხდება? ჩემი ძმა არის დაახლოებით 15 წლის. და ამ ჩემი ძმით მივლის გარშემო, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ჩემი ძმა გიждდება მანქანებზე, ამ ბიჭს ყავს რაღაცა სასწაული Porsche, მაშინ მე მგონი პირველად ვნახე, ყავს რაღაცა Porsche, ეს გიგი ჩემი ძმა ნუ დადის ამ Porsche-ით საჭესთან სვამსთან. რა ვიცი, ნუ დააყავს იქით აქეთ და ეს გიგიც მეუბნება რომ მიდია გაგა გაყევიო, იცი რა კაი ბიჭი არის. აიო ესე თან კაი ბიჭიაო, გაყევიო. ხო და ნუ არ მომწონს რა, ესე ხა არ მომწონს ეს ბიჭი და ამ იმიდანაც შემოუთვალეს ამ კანადიდანაც თუ ჩამოხვალო თუ არაო და წადიო გერაცვალი მადო და გაბულიაო ბაგირებს სადაც გინდა იქიარეო გაგაგდებთო რა იმიდანო ცირკიდან და ნუ არაფერი არ გამოვიდა და რა თქმა უნდა წავიდა ეს ბიჭი ეს აკრობატი კანადაში გადის დრო დაახლოებით 4 წელიწადი და გავიცანი ხრინკი რომ გავიცანი მამა ჩემიც და ჩემი ძმაც ორივე არიან ესპანეთში გაცნობიდან 2 თვეში ხრინკის ცოლად გავყევი, ისე რომ გიგი და მამა ჩემი ხრინკის არ იცნობენ. ანუ სწორ დანიშნულებას ვინც აძლევდა ჭიქებს ის მოგეწონა. კი, ის მომეწონა ნამდვილად. და დავურეკე, ეხლა ესე ვიდეო თვალით იცნობდნენ ხრინკის რაღაცა, მაგრამ ნუ ეხლა ესე პირადად გავუყცოლი ვარ უკვე. იმ პერიოდში დაიდგა მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლი მუსიკალური ცისარტყელა, სადაც ხრინკი არის მთავარ როლში. ოღონდ მთავარი როლი არის ხრინკი არის ჯამბაზი, კლოუნი. და მარჯანიშვილის თეატრის წინ ხალხნო არის რამხელა ბილბორდი, იცით? აი ანძასავით თბილისის ყველა წერტილიდან ჩანს. და ხრინკი რაღაცა ესე არის ესე მთლიანად რაღაცა ესე ცხვირი ყველაფერი ესე კი ჯამბაზის ფორმაში ესე დგას და ფოტო გადაუღე ამ ბილბორდს და ჩემ ძმას გავუგზავნე ნახე მეთქი რა სიძე ყავს რამხელა ბილბორდზია მეთქი მარჯანიშვილის თეატრის წინ გამოჭიმული და ცოტა ხანში მომდის წერილი ხსნი და წერილში წერია გოგო კლოუნს თუ მიყვებოდი ცოლად, ბარემ აკრობატ ვერ ვერ მოინელა. ბატონო ნიკოლოზ, რაღაცას ვუყები. აი პროფესიასაც და ბავშვებთან არის ცოტა. ნუ მუშაობ თოჯინების თეატრში 90-იანი ცუდი პერიოდია და ქუთაისიდან მყავს სტუმრად ჩემი ძმისშვილები, პატარები არიან რა.
ხო და მივიყვანი ახლა თეატრში სხედან აივსო დარბაზი და ვიწყებ სპექტაკლი არა ასეთი დადგმული გვაქვს ფეხბურთზე რა მგლები და კურდღლები და თამაშობენ ფეხბურთს ყოჩაღი ბაჭოქია რა და აი როგორ აგო იცი აი ეს გამიზნული როგორ გადააწოდა მან მე ის მაკრატელათი ბაღ და ეს დახაზული გვაქვს ყველაფერი რა და ძალიან აზარტიანი გაკივიან ბავშვები კურდღლე გოგოები კურდღლებო აქეთ ხულიგანი ბიჭები რო არიან ზეგინს ვაკი მგლებ არის გამომილებიან ესეთებიც და გოლ და მიდის ასე და როგორც წესი ასეა ასე ხდებოდა ეს ჩემები ხომ ყავს ჩამოყვან ჩვენ ცხოვრობთ ქუთაისში ტორპედო სტადიონთან რა ფაქტიურად იქ არიან გაზრდილები რა სტადიონზე სპორტში აგერ ახლა ფეხბურთზეა თქვა მეთქი და დავიწყეთ ახლა სპექტაკლის თამაში და უცებ იწყება გვესმის იქით თეჯირს მიღმა ხმა ვიღაცა ხო ყვერის კურდღლებო და უცებ ტორპედო ეს არის გადამდები. ერთმა დაიწყო რაღაცა რაღაცა უცხო თქვა. ტორპედო. მე ვიღაც ტორპედო ამას. ტორპედო მთელი დარბაზი გუგუნებს ტორპედო. ჩემო ნიკოლოზ მე ერთი ნამდვილებით მინდა უთხრა ჩვენს ტელემაყურებელს რომ ის რაც ასე თქვა სოციალურ ქსელებში ჩანს რაც არის ძალიან კარგი ასე ლაივში განსაკუთრებული ადამიანები არიან ნამდვილად კარგი აურის და კარგი ხასიათზე და ერთ რამეთ ღირს ახლა აგერ ახსენა ახლა იქ რუსთავში გაზრდილი ქუთაისის გავლენები ხო ძალიან მაგარი და ერთ რამეთ ეღირება აგერ ჩემ ბიჭები კაი სიმღერა კაი ამბავი სუფრასთან რომ ამბები მოსმენადი იქნება უფრო საინტერესო და რა თქმა უნდა მე გაქვს რაღაც სიურპრიზი, როგორც ვიცი და ბიჭებთან შეთანხმებული სხვათა შორის. ჩემო პატა, რა მინდა რომ თქვა იცი, ქეთი წეგან თქვა რომ გიტარი დავდიოდი ხოლმე სულო და მეორედ რო დავპატიჟებ სტუმრად რა, იმედია უკვე გიტარით გვესტურებს. კანადელმა აკრობატმა უნდა იცოდეს, შენი სიმღერა გიტარით და მე არ უნდა ვიცოდე. მალადეთ შენ. ერთი რაღაცა მინდა რომ თქვა, თუ შეიძლება რა ბოდიშს მოხდით. ესე იგი, არის ესეთი სოფლიო პრესის ასოციაცია ვანიფრა. ესეთი ორგანიზაცია. და ზუსტად 2-3 დღის წინ გავიგეთ, რომ ამ ასოციაციამ JRC-ს ჟურნალისტიკის რესურს ცენტრს, რომლის თანამშრომელიც მე ვარ, მოგვანიჭა ფინალისტის სტატუსი. ფინალი გაიმართება 2 ივნისს ქალაქ მარსელში. მოგვანიჭა ფინალისტის სტატუსი. ეს სტატუსი მიიღო ახალმა AI News პლატფორმამ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით აკეთებს ნიუსებს და თავისით ანთავსებს ამ პლატფორმაზე და ძალიან მაგარი ამბავია. ამაში მთლიანად არის ხელოვნური ინტელექტი ჩართული. ასევე ეს ხელოვნური ინტელექტი ჩართული არის ორგანიზაციების სარეკლამო სამსახურში. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 2-ში მარსელში რო აღმოვჩნდებით, ეს არის დაახლოებით, აი როგორც მსახიობებმა კარგად რომ მიხვდეთ, აი როგორც კინოპრიზი არის ოსკარი, მედიისთვის დაახლოებით ესეთი პრიზია ფინალისტები არიან საინტერესო ვანაფრას პრიზი, ანუ ძალიან სერიოზული New York Times-ი, Guardian-ი. ჩვენთან ერთად არის New York Times-ი, Guardian-ი, Washington Post-ი, აი და ჩვენ ვართ მესამე ადგილზე და ეს მედიები არიან ჩვენ შემდეგ, ათეულში. გადასარევი ამბავი. და ძალიან მადლობა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იტყვიან, რომ მედია ოსკარი გადაეცემა საქართველოს. და ეს არ იქნება მხოლოდ JRC-ს გამარჯვება. ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება. ეს ჯერ მართლა არავინ არ იცის, ზუსტად 2 დღეა რაც გავიგეთ.
და ძალიან მინდოდა რომ მეთქვა თქვენთან ამის შესახებ. აუცილებლად წარმატებები როგორ შეიძლება ვინმე მარგით სურვოთ და ძალიან კარგი ამბავია. მე მგონი აი მიზეზი იმისა თუ როგორ უნდა შევიდე. და აი ამასთან დაკავშირებით ერთ პატარა ისტორიას მოვყვები და რა ვიცი. ესე იგი, სად არის დღეს რეკლამა, ანუ როგორ კეთდება დღეს რეკლამა და როგორ კეთდებოდა რეკლამა 25 წლის წინ ტელევიზიებში და გადაცემებში. დღეს ესე იგი ყველაფერს, ანუ ჩვენი ორგანიზაცია მაგალითად ყველაფერს აკეთებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და 25 წლის წინ, როდესაც ჯერ კიდევ ციფრულ მაუწყებლობაზე არ იყო ჩვენი სატელევიზიო ეთერები გადასული და ტელევიზიები, რეკლამა კეთდებოდა სხვანაირად, ყველამ ვიცით. და ერთ-ერთი ამერიკული ორგანიზაცია არის ჩამოსული საქართველოში, რომელსაც აქვს შეხვედრა რეგიონალურ მაუწყებლებთან და აინტერესებს როგორი სახის რეკლამა გადის ამ სატელევიზიო ეთერებში. 25 წლის წინ დაახლოებით. 25 წლის წინ. ეხლა რა ხდება? იმ პერიოდში რეგიონალური ტელევიზიები ძირითადად სულდგმულობდნენ მიცვალებულებით. იმიტომ რომ მიცვალებულები და აქ-აქ დაბადებები. განცხადებებს, როგორც კი ვიღაც გარდაიცვლებოდა, აუცილებლად ეს განცხადება უნდა გამოქვეყნებულიყო რეგიონალურ ტელევიზიაში. შეკრებილია ეს ყველა რეგიონალური ტელევიზია, ეს ამერიკული ორგანიზაცია, რომელმაც უნდა ნახოს სარეკლამო რგოლები, ამათ მიერ შექმნილი სარეკლამო რგოლები. რაღაცა გურჯაანის ტელევიზია, მაჩვენა რაღაცა ნაყინის რეკლამა, ეს ადგილობრივ წარმოებაზეა ძირითადად გათვლილი. აგერ ჩემო ბატონო ქუთაისმა ლუდი აიას რეკლამა და მოვიდა ამ ტელევიზიის ჯერი. რომელ ტელევიზიას ახლა მე რა თქმა უნდა არ დავასახელებ. და რეკლამის სიუჟეტი, ეს ამერიკელები, ისეთი ტიპების ხედან და ირთვება რეკლამა და რეკლამის სიუჟეტი არის ესეთი. ჭირისუფალი მიცვალებული ორი ჭირისუფლები ერთი ეუბნება მეორეს. განცხადება გააკეთე. ამ დროს შემოდის ხალხი, ეს ეუბნება რომ კი გავაკეთე. ხალხი შემოდის და უცებ მიცვალებული დგება. იქო ტელევიზიას სახე აბა კაია ეს სხვათაშორის არსად არ მომიყოლია ანუ სხვათაშორის ძალიან ამ ხელა იმედიანად არ ვიცვა ვიცი ჩვენიერი და გადასარევი ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ვურთი დამოედანი თქვენ აგერ ხსოვდებათ შეგიძლიათ მე მინდა რომ მე უნდა გიმღეროთ სიმღერა რუსთავზე რომელიც ძალიან პატარა ვიყავი. აბა სამშობლოზე რომ თქვენ არ იმღერებდით, გასაკები იყო. კი, ძალიან პატარა ვიყავი, როცა ეს სიმღერა ვისწავლე ბაღში. და იმ პერიოდიდან არაფერი არ მახსოვს ამ სიმღერის გარდა. ანუ რატო ჩამრჩა ეს სიმღერა ესე მეხსიერებაში, არ ვიცი და ჩემმა მეგობრებმა ესეთი მაიკა მაჩუქეს. აჰა. რომელსაც მეტალურგიული ქარხანა ახატია და მე რუსთაველი გოგო ვარ აწერია და მინდა რომ მათ საპატივცემულოდ ამ მაიკით შევასრულო. ანუ გალბატონი ქეთევანი თავისი აღკაზმულობით არის მოსული ეს უბრალოდ კი არა. ამ სიმღერას სპეციფიკური ხაცმულობა სჭირდება. ქალაქის ქარხნები სულ დღე და ღამე ბოლავს შრომობენ რუსთაველები მამულსაცდიან ფოლად შენდება რუსთავ ქალაქი თვალს ვერ აუწმენ სახლებს მეც რუსთაველი გოგო ვარ და შორს გავითქვამ სახელს შენდება Get out.